ძალიან ბევრი და დავარგეთ არა მარტო ხარისკაცები და გენერლებიც ყავდა ძალიან ბევრი ცნობილი ამდენი გმირი ყავს აფშაშვილის გმირი უნდა მე მიმაჩნია რომ უნდა ცეთპატივი მათ ხსოვნაში სკოლის სახელმძღვანელოებში მეორე მსოფლიო ომს როგორც ისტორიულ ფაქტს დათმობილი აქვს ნახევარფუძე. ძალიან ცუდია. თქვენი აზრით უნდა ისწავლებოდეს თუ არა უფრო ცლად მეორე მსოფლიო ომში? საქართველოს ისტორიაზე ვლაპარაკობთ, მათ შორის ომში გამარჯვებულის ქართველი იყო მათ შორის. სტალინი გამარჯვების ისტორია. არ დაამიცა. ამ ხელას ხერხული გავზიეთ. ხელა მონაწილეობა მიიღეთ მარტო ქერჩი დაიღუპა 300,000 და 900 ქერჩი დაიღუპა. გენერლები ყავდა დაასწორა. რატომ არ უნდა იყოს ისტორიაში ისტორიის სასწავლებელში ხო თქვენამდე ეს კოსმოპოლიტიზმია რაღაცა სპარნახობენ უცხოელი შევლები და ეს და არ უნდათ კიდე ამ თემა იყო რატომ უნდა წავიდნენ ქართველი ვეტერანები ხოთ მოსკოვში ამ ზეიმზე რატომ უნდა წავიდნენ არა ხო მაგრამ იყო ამაზე ბჭობა წავიდნენ თუ როგორ უნდა წავიდნენ კაცმა იაღლა თავი და გადაგვარჩინა და ნუ წამლავენ ბავშვები და გაიზარდნენ პატრიოტული სულის მეთების მე პირადად მამაჩემი იყო სამამულო ომის მონაწილე ბერლინამდე ჩავიდა და მე ქალაქ შტეინაუ იყო იმ ქალაქის კომენდანტიც იყო მამაჩემი ახალგაზრდა ბიჭი იყო მაშინ იყო 24 წლის 24 წლის როცა დამთავრდა ეს სამამულო ომი თქვენ წარმოგიდგენიათ და 41 წლიდან 45 წლამდე მამაჩემი იბრძოდა ამ ომში ეხლა ჩვენთვის როგორ არის იცი მოდი როგორ გავაკეთოთ იცი აი ახალგაზრდებს როცა ველაპარაკებით თითოეული ადამიანი ვინც საქართველოსთან დაიღუპა საბჭოთა კავშირი იქნება ეს დამოუკიდებლობის მერე იქნება თუ ნებისმიერი ფორმაცია დავარქვა ესენი ხო ქართველები იყვნენ ავღანეთში რომ დაიღუპნენ ბიჭები საბჭოთა კავშირის დროს ისინი ვინ იყვნენ ისინი რა ჩვენი შვილები არ იყვნენ ჩვენი გმირები არ იყვნენ და მოდი რა უნდა გავაცალკევოთ ჩვენ და აუხსნათ ადამიანებს გასაგებენაზე 150,000 ადამიანიდან რომელიც ფაშიზმთან ბრძოლაში დაიღუპა ჩვენ მათ ოჯახებს ვკითხოთ ეს ჩვენთვის რა იყო და დანარჩენ მსოფლიოს ვკითხოთ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მე მგონი 300,000-მდე დაკარგა თქვენ წარმოგიდგენია ამერიკის შეერთებულ შტატებმა ფაშისტთან ბრძოლაში 300,000 და საქართველოს 350,000 ადამიანი დაიღუპა ანუ აქ ლაპარაკია იმაზე რომ სად იყვნენ ესენი და რას ებრძოდნენ ჩემთვის ყველაზე დიდი შეურაცხმყოფელი იყო იმ მემორიალის აფეთქება ქუთაისში ბერძენიშვილის მემორიალზეა ლაპარაკი რომელიც ააფეთქეს აი ფაქტიურად ააფეთქეს მამაჩემის სულიც ააფეთქეს იქ და თითოეული იმ ადამიანი რა შუაშია ის კომუნისტური თუ რაღაც ვიცით რომ კომუნიზმი რაც იყო ეს ვიცით კომუნისტები რაც იყო ეს ჩვენ ვიცით მაგრამ აქ იყო ფაშიზმთან და მთელი მსოფლიო გაერთიანებული იყო ასეთი ფაქტი დაფიქსირდა თავისუფალი ზონა ვიცით ვინც არიან და რა არიან რუს ტურისტებს გეორგიევსკის რენტებს და რუსეთის დროშებს აგრეჯენეს მოტოციკლეტებზე და ასე შემდეგ სადაც დაინახავენ ეს ქუჩაში ძალადობრივი მოდი ჩვენ როგორ ვილაპარაკოთ ნებისმიერ ადამიანს აქ იმიტომ რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე მე ხშირად ვლაპარაკობ ამაზე მონაპოვარი იცით რა არის ყველა ლაპარაკობს და არავის ხელს არ უშლიან და აბა ჩვენ წარმოვიდგინოთ იმ 9 წლიანი რეჟიმი როცა იყო ვინმეს ხმა ამოეღო ან რაღაცა პრეტენზია განეცხადებინა რაღაცა ამიტომ ნებისმიერ ადამიანს აქვს რომ გამოხატოს
მისი ვთქვათ რაღაც დამოკიდებულება იქ ლენტი იქნება, დროშა იქნება თუ რაღაცა, მაგრამ ეს უნდა იყოს ყველაფერი კანონის ფარგლებში. აუცილებლად კანონის ფარგლებში უნდა იყოს. და ერთს დავამატებდი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანს. თქვენ წარმოგიდგენიათ, მამაჩემი, ჩვენ 6 ვართ დედმამიშვილები და მამაჩემს ყავდა სანამ ჩვენ გავჩდებოდით მეუღლე რუსი ქალბატონი იყო და გოგონა ყავდა 2 წლის და ომში დაკარგა მეუღლეც და ის პატარა გოგონა და როცა ჩვენ გავჩდით ამ ქვეყანაზე და ჩვენ მოვევლინეთ მთელი ცხოვრება მამაჩემი და ჩვენ ვეძებდით და დღემდე ვერ ვიპოვეთ ის ადამიანები. ისტორია არ უნდა გააყალბო. თორე ის ბავშვი როცა კითხულობს ამ ისტორიას, რომ თურმე ესე ყოფილა, მერე მოვიდა ვიღაცა გიჟი, ესე შეცვალა, მერე იმან ესე, მერე და ის ფიქრობს, რომ რა მნიშვნელობა აქვს ეხლა მე ვიქნები, გმირი ვიქნები თუ ბოდიში აქ ნაძირალა თუ ფარისეველი, რა მნიშვნელობა აქვს. ამიტომ თუ ყველაფერს თავის სახელს არ დაარქმე, ქვეყანა დაგვემხობა თავზე. და ბოლოს რას ფიქრობთ ჩვენს ღონისძიებაზე, რომელიც ჩავატარეთ ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა, ჩამოვიყვანეთ ბუფერების ზონებიდან ბავშვები, ახალგაზრდები და ჩავატარეთ სემინარი მეორე მსოფლიო. ეს არის ძალიან კარგი ღონისძიება, რამე თუ ბავშვებმა უნდა იცოდნენ მათი მამები, მათი ბაბუები ვინ იყვნენ, რა ხდებოდა და თვითონ მე ანალიზს ბავშვები გააკეთებენ, მათ გაეწირათ თუ არა თავი. ანალიზს თვითონ ადამიანი გააკეთეს, შენ სიმართლე უნდა უთხრა. ეს არის ომი, რომელიც უნდა ახსოვდეს ყველას და უნდა იცოდეს, რომ ეს ომი ამ ქვეყანას უკავშირდება ძალიან დიდი რესურსი, გულისხმობ გენოფონდს, საქართველოს გაიღო ამ ომისთვის. უნდა წასულიყო თუ არა ამ რაოდენობის ადამიანი ომში. იყო თუ არა ეს ჩვენთვის სამამულო ომი, ეს არის შეფასების საკითხი. თორემ 9 მაისი, ანუ გამარჯვების დღე, ჩემთვისაც ვფიქრობ, რომ არის გამარჯვების დღე, ვინაიდან ეს გამარჯვება ჩემი ქვეყნის 300,000-მა ადამიანმა მოიპოვა. მე პატივს ვცემ ჩემი ქვეყნის მოქალაქეების თავგანწირვას და ჩემი წინაპრების თავგანწირვას. მეორე შეკითხვა თქვენი აზრით, მეორე მსოფლიო ომი როგორც ისტორიული ფაქტი, სკოლის სახელმძღვანელოებში უნდა ისწავლებოდეს თუ არა უფრო დაწვრილებით? საკურველი უნდა ისწავლებოდეს. აქაც ვამბობ, რომ შეფასება არის სხვა საკითხი, მაგრამ ის რომ ეს მოხდა, ის რომ 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ომი, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ომი, რომელმაც 20 მილიონზე მეტი ადამიანი სიცოცხლე იმსხვერპლა, ასაკურველია ნახევარ გვერდზე ვერ აისახებად, ეს ვერ დაიტევს, ნახევარი გვერდი ამ ამბავს ვერ დაიტევს. მე ზოგადად მომხევარ იმის, რომ ისტორიული ფაქტები, რაც შეიძლება ზუსტად იყოს გადმოცემული და რაც შეიძლება სწორად იყოს მიწოდებული საზოგადოებისთვის და მომავალი თაობისთვის. ვინ როგორ შეაფასებს ამას და ვინ რა სახელს დაარქმევს, როგორმე შესაძლებლობა უნდა დავუტოვოთ მე იმ ადამიანებს, ვინც ამას წაიკითხავს. ოღონდ წაკითხვის შესაძლებლობა უნდა მივცეთ და მე თუ მკითხავთ, თუ არასრულ ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს მოქალაქეებს და შემდეგ უკვე არ ვზრუნავთ იმაზე, რომ მომავალ თაობას საკმარის ინფორმაცია დავუტოვოთ იმაზე, რას ვაკეთებთ ჩვენ. ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო მეტად დანაშაული და არა დავალება. ბოლოს, როგორც შეაფასებთ ჩვენს პატარა ღონისძიებას, რომ ჩამოვიყვანეთ საზღვრის ბევრი ბავშვები და ჩავუტარეთ მეორე მსოფლიო ომის თემატიკასთან სემინარი, კონკურსი და პატარა ჯილდოების გადაცემა. მე ვფიქრობ ასეთ რამეს, რომ როდესაც სამშობლოს სიყვარულს ასწავლი ადამიანს და პატრიოტიზმს ზუსტად მაგალითებით ეუბნები ეს რას ნიშნავს, ეს არის ძალიან დიდი საქმე სახელმწიფოსთვის გაკეთებული. ბატონო კოპა, თქვენი აზრით საქართველოსთვის 9 მაისი უნდა იყოს თუ არა გამარჯვების დღე? 9 მაისი, ჩემო კარგო, არა მარტო საქართველოსთვისაა გამარჯვების დღე ფაშიზმზე, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ეგ არის ფაქტი. საქართველოში
ამ ომში მილიონამდე საქართველოს მოქალაქე მონაწილეობდა. და მათგან ჩემი ბატონებო თითქმის 400,000-მდე დაიღუპა და გმირულად დაიღუპა ამ ომში. აქედან გამომდინარე ვიღაცის ნებასრულზე ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული რამე თუ ნათქვამია. აწმყო შობილი წარსულისგან შობილი არც მომავლის. ჩვენ თუ არ ვისწავლეთ პატივისცემა ჩვენი წინაპრების აბსოლუტურად დაუტოვებთ არასწორ მაგალით ჩვენ შვილებს. ეხლა ვიყავით ჩავნაბადის მამათა მონასტერში ტაძარში, სადაც აღევლინა ყველა მეომართა გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვილი. მათ შორის მოხსენიებულები იყვნენ მეორე მსოფლიო ომის გმირებიც. ასე რომ ცოტა შეუსაბამოა ის აქცენტირება, რაც სააქცენტო არ არის და რაც ფაქტობრივი მტკიცებულებაა. მეორე შეკითხვა გვექნება მეორე მსოფლიო ომი როგორც ისტორიულ ფაქტს მე-11 კლასის სკოლის სახელმძღვანელოში ერთი ფურცელი აქვს დათმობილი. თქვენი აზრით უფრო ცლად უნდა ისწავლებოდეს თუ არა მეორე მსოფლიო ომის თემატიკა სკოლის სახელმძღვანელოებში და სასკოლო ასეთსკოლაში? აბსოლუტურად საქართველოს აქვს 20 საუკუნოვანი ისტორია და იქიდან გამომდინარე სახელმწიფოებრივი ისტორია. იქიდან გამომდინარე კიდევ გეუნებით. ისტორია ქვეყნის არ დაწყებულა 2003 წლიდან, რასაც იმტკიცებდნენ ძალიან ხშირად და უნდათ რომ ესე ყოფილიყო. რა თქმა უნდა, მეორე მსოფლიო ომი მოიხსენებოდა როგორც სამამულო ომიც, აქედან გამომდინარე იყო როგორც სისასტიკის ეპიზოდები, ასევე თვითონ გამარჯვების უდიდესი ეპიზოდები. აქედან გამომდინარე თუნდაც ის რომ თვით ქართველს ერგო მადლი იმისა რომ რეიხსტაგზე გამარჯვების დროს ის ამტანი ერთ-ერთი მონაწილე იყო, ჩემის აზრით ცოტა უფრო სიღრმავე ჭირდება ამ საკითხს და მე მგონი ორი გვერდით არ უნდა შემოიფარგლებოდეს მარტო შემეცნებითი თვალსაზრისით. უფრო ღირსეული იქნება რომ ცოტა უფრო ღრმად იყოს შესწავლილი ეს თემა.